ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი საკითხით, მოდიხართ ვისთან? თქვენთან. ჩემი საკონტაქტო ნომერი ყველა პლატფორმაზე, WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ი. კონტაქტი გააქვთ? გვაქვს. თქვენი ნომრები მაქვს. რადგან ყველას გაქვს WhatsApp-ი, გვექნება WhatsApp ჯგუფი, სადაც გვექნება კონტაქტი. ამ ჯგუფში არ ვჩატაობ, არ ვწერთ სისულელეებს. არის მხოლოდ საქმისთვის და რაც მოგზაურობას შეეხება. გასაგებია? გასაგებია. ერთი წუთი. თქვათ, დამეცა მეტეორი. ან შემჭამა ზვიგენმა. ვეკონტაქტებით ვის? ვისაც გვინდა. ლუკას. ლუკა ერთი წუთი თუ შეიძლება. სულა ვიცი. ზვიგენებს იქით ვჭამ საუზმეზე. მეტეორებს ვერ იდევ. ბატონ ვახტანგს თუ არ ცალი ან რა ზემოთ თქვა მეკონტაქტებით მე და ვაგვარებ ყველაფერს. არანაირი ალკოჰოლი, არანაირი სხვა რამეები იცით რაც. კონფლიქტები ერთმანეთთან, უცხოებთან, მოდიხარ ჩვენთან. აქ არავინ არ შეგაწუხებთ. მე რამდენი წელია უკვე აქ ვარ და ადმინისტრაციაც გვემეგობრება. ახლა შევიდეთ. რავი, წელს შენ? ბიჭებო, Wi-Fi-ს პაროლი მითხარით. აი იქ წერია და ჩაწერე. ოღონდ დაამახსოვრებინე, თორემ გამოგაგდებს და მე თავიდან გექნება საჩალიჩო. აუ, მე მესამეჯერო უკვე ნამყოფი. სასტუმრო მაინც გამოსულა. ერთი და იგივე დაბომბია. ეგ შენთვის არის ერთი და იგივე თორე სხვებისთვის, ჩემთვის მაგრა დასტურებს. ბიჭებო, იქით ტენისის მაგიდებიაო, წამო ჩემპიონატი მოვარტყათ. მე მაგარი დაღლილი ვარ, ცოტა მე. მე კი წამოვალ, მაგრამ ვის ვეთამაშო, თქვენ ხო არ გეყურებთ. ამას უცებ მოუგვარებ და მე მეთამაშე. წამო ერთი მაგიდის ფედერალი, წამო ვის რა უნდა მოუგვარო ერთი. მიდი რა წამო, კიდე 2 საათი აქ რა უნდა ვაკეთოთ. კაი, მოვდივარ. აი ამასაც მივწერდი. შეყვარებულია? ო, მავთხილებს. მოდი გაწმოთ, ერთი საათი გადავიღოთ. ერთი საათი რომ წყნარად იყოს. ვაქსან რამეს დამახსოვრებ, მან და ჩვენ წასვით რა თქმა უნდა. აი ზუსტად რა, ჯერ აუზები ვნახოთ სად რა არის. ამათ დახურდახიაც ექნებათ ხო? ხარ ვიკითხოთ რეცეპშენში. აუ მაგათ თან ვიდანვე ვკითხე და იმ ხელა რუკა გამის რომ რუკით ნახდად დავიკარგებოდით. აუ წამოგეღო რამეს მაინც გავიგებდით. ისე აქ ხო არის ვინმე რამდენჯერმე ნავყოფი. იმასაც ოდინება. გონი თასო იყო. თაზო არა, მაგასთან თხილად იყავით. რატო? მაგას ძალიან ეჭვიანი შეყვარებული ყავს და წამდაუწამ ურეკავს ხოლმე სად ხარ, როგორ ხარ, ვიდეო ჩართე და ეგეთები. ანუ სამივე რომ ერთად იყოს, ამ დროს რა დარეკოს ჩასვლისანავე დაგხვდავს? და ჯგუფში რომ ჩავაგდოთ ლუკა და კობა არ გვეტყვიან? არა რა, მე ტვინს გაგვიბრღავ. ისე სადილამდე 2 საათია. კარგი, ჩავალთ და ვიკითხავთ, ხომ არ დავიკარგებით. აუ მალე მოვა. აუ რავი, გამოვდივარო. მიუკაკუნო და რას გეტყვის ახლა გამოვდივარო გეტყვის? აი რა. მაგრამ ისე რა იშვიათი სახელები ქვია რა. არ თქვა. სამივე მარიამით 13 წლის თითქოს ჩვენ მშობლებს არც უფიქრიათ რა დავარქვათო. მე კაი რა, მეოთხე შემთხვევაში ხო იფიქრეს. მეულდებოდით, რა საყვარელები ხართ? სხვა დროს ესეთი საყვარელები აღარ ვიქნები. რატო რა მოხდა? მოდიო. სად მოვიდე რატო? აქ დადებში. ჩაიფიქრე სამივე მარიამები ვარ და შანსი არა რამე რო არ ახდეს. რა ჩაიფიქრე? რა და ისეთი დასვენება გამოვივიდეს? არასდროს არ დაგავიწება. აი არ არსებული. არ არსებობს. რა უნდა მოხდეს ეგეთი? არ ვიცი.
ურავი რა, რაღაცნაირი სასტუმრო, რაღაც დიდი. აი ძალიან დიდი. არა, მაგაში არა. ისე ხო, ჩვენ ვისმენთ ეგეც ამ ქალაქშია. ცოტა იქით გამოვიარე. და რაღაც დემონზე იყო დაკეტილი. მაგაში რო ყოფილიყავი, კაი იქნებოდა. არა, ეს არაა ცუდი. კაი, წავედი, მე დაგირეკავ. ხო, დე. კი, ნომერში ვარ. კი, დავიღალე. აქ არავის არ ვიცნობ. ეხლა გავიცანი. ორნი ვართ ნომერში. პატარებიც არიან და დიდებიც. ნუ პატარები რა, 13-14 წლისები. იმ სკოლიდან არიან ოლიმპიადაში ვინც გაიმარჯვა. კაი დე, წავედი ახლა მე და მერე შეგიხმიანები. ალო, მამ. რა ვარ შენ? რა ხდება მანდ? კი, ყველაფერი გადავაგზავნე. აუ, რაღაც რომ უნდა გთხოვო. რაღაცები გამოვიწერ და შეგიძლია გამომიტანო? ჩემი რაღაცეებია. არა, ბევრი არა. რა მნიშვნელობა აქვს? სულ 4 რაღაცა. არა, 5. არა, მოიცა 6. კი, ფული იქნება გადასახდელი. კაი, მაკოცნი, მიყვარხარ ძალიან. წავედი. კაი. გონი უნდა გამოვხდეთ ტელეფონი. მე დაუწყები მახტანზე ლუკას რეკვას. ატყდება ერთი ამბავი. არ მინდა რა შემეშვა მომშე. ხო, თორე არ შეგვარგებენ. ბავშვ ტელეფონები კი არა ხმაგაბუთიშოთ. თან გასამართებელი საბუთის გვექნება. ჩემები რეკავენ. რომ არ პასუხო ხვდებიან რომ როდეს მე გადავურეკავ. ცადოთ. მე უკვე ვცადე და მეთოდი საკმაოდ მუშაობს. ხო, თორე არ შეგვარგებენ. ღია! მოვკვდი რეკვით. სულ დაკავება რატო გაქვს ტელეფონზე? სადილის დრო არის, მალე ჩამოდით. თან ხვანიდელი ექსკურსიის გეგმები გავიაროთ. გაემზადეთ და მალე. მარტო პირველად ხარ? არა, შეკრებებზე დავდივარ. ხან ურეკში, ხან ბაკურიანში, თხილამურის და ფეხბურთის გუნდიდან. ორივეზე დადიხარ? ორივეზე რა, ერთზე დავდივარ და ერთზე მატარებენ. ფეხბურთზე დადიხარ და თხილამურებზე გატარებენ? შენ რომელს დადიხარ? მე ჭადრაკზე. აუ, მაგარიტასკა, გრუზი. არანაირად. აბა რა არის? 1 საათი ზიხარ. ცხენს გადადგავ თუ რაღაც ეგეთი და მერე შენ მოწინააღმდეგეს დაავდები რა სიზამს. მასე არა, დრო გვაქვს ჩართული წამზომი. თან მე, თან რიგიც მოპოვებული მაქვს. თან რიგი რა არის? ანუ თან რიგოსანი ვარ, მოკლედ. წინ ვარ სხვაზე უკეთესი. უფრო მაღალ საფეხურზე. და რო ხარ მე რა ხდება? ანუ მე მარტო ჩემი დონის მოთამაშეებს ვეთამაშები. ან ცალკე იჩდებით. ეგრეა. და აგებ თუ იგებ? თავდაპირველად ორივე იყო. ეხლა მარტო ვიგებ. ვა, საღალ ჩემპიონატებიც გაქვს. ყოველ შაბათ-კვირას. ხადაობ? ყოველ შაბათ-კვირას ეგრე რომ დამძაბონ, ყველაფერს დავანებებ თავს. რატო? ფეხბურთი როგორ გაქვს? ფეხბურთი სხვა, იქ სირბილია, ილეთები და თამაშების შეკრება. ტელეფონები სად გაქვთ? რამდენი ხანია გირეკავთ და რატომ არ პასუხობთ? დამთავრდა თამაში, წამოდით, ვახტანგ გიგეძახით. აუ ეს რამდენს ჭამს? აუ მე ვერაფერი ვერ ჭამე. მგზავრობის შემდეგ 1-2 დღე. ვისი ამბობდი?
კაი მერე რა ხდება? რა უნდა ხდებოდეს? ერთი და იგივეა. აუზი, სანაპირო, რაღაც შეკრებები, ბლა ბლა ბლა, მერე ისევ ჭამა. არ იცი. აბა სხვა რა უნდა აკეთო? დაწექი, ადექი, დაიძინე, გაიგოდეს, ვიჭამე. ხო და ჩავალ 100 კილო შემწვარი და მერე ყველაფერი დიეტა და სირბილი და ყველაფერი. შენც ნუ შეწამ ნურც დაიძინებ. გააკეთე რაც გინდა, ვინკიშს. მე ფილმებს ვნახავ, წიგნიც მაქვს. ხო. როგორც ვიცი, სადღაც უნდა წაგვიყვანო კიდეც. ხო, გემი იქნება, მე მულში არაფერს ყიდვას არ ვაპირებ. მუზეუმები ან ძველი არქიტექტურა არაფერი ამ ქალაქში? აქ არა, მაგრამ თუ ავტობუსით წაგვიყვანენ, იქნება სადმე რამე. მე მეზარება საერთოდ დაღლილი ვარ. რა გჭირს თი? რაღაც ყველა უცნაურად იქცევა იმის მერე რაც აქ ჩამოვედით. ამას წინ მთელი ფოიე მოწმინდა, ახლა სარკეს წმინდავს. აშკარად ყველა რაღაც ისე გავლენის ქვეშ არის აქ. ეხლა რა ვქნათ, როგორ მოვიცეთ?
ხდება იტყვით? თათი ამიპოვა ეგ რაღაც ნივთი. რაღაც ძალა აქვს. რა ძალა აქვს? მოკლედ, მე თუ იმას მივეცი ეგ ნივთი და რასაც ვეტყვი, იმას დაუფიქრებლად გააკეთებს. აი უყურე, ირაკლი, თქვენ ვინ მოგწონს ჯგუფში? სოფი, რომელი სოფი? ორივე სოფი და ლინდაც. ერთი წუთი. გეყოფა, გაჩერდი. აბა კიდე რა მაგაინტერესებთ? არაფერი. მე მაინტერესებს. მაინც რომელი სოფი მოგწონს? რა რომელი სოფი ვერ გავიგე. არაფერი, ირაკლი, არაფერი. გასაგებია. არც მინდა ვიკითხო რა გამაკეთებინა ამ რაღაცამ. რაღაც ნივთმა. ნივთმა. ისე ჯობდა თქვენ სიტყვას მივდაგოთ, მაგრამ ვიფიქრე რაღაცას მაიმუნობენ თქო. ისე პრინციპში მაინტერესებს. რა გავაკეთე? თელიფოე მოაპრიალე? ვის იდეა იყო? მე რაიმე უფრო მარტივს ვიტყოდი, მაინც და მაინც ფოიეს არ მოგაწმენდინებდი, არც სარკეს გაგაწმენდინებდი, მაგრამ ვიღაცებმა დაგინახეს და ვიდეო გადაგიღეს. ჯიგრები ხარ. მაგრამ მოგიფიქრებიათ. ნუ თქვენც მეტი რა გინდოდათ? ახლა მთავარია რას ვაპირებთ. და სადმე ზღვაში რომ გადავაბდოთ? რომ დავშნათ. ეგ უკვე ვცადეთ. და რომ დავწვათ? მოიცა. შავა რომ დავასხათ. კი, თიკო, მე ყველა ჯავა თბილისში დავტოვე, მათხოვებ შენსას? რამე მაინც დავასხათ. მაგალითად რა? ნუ რავი, მაგალითად ძმარი, ეგ მაინც ხო ეშოვება აქ. კი, ძმარი, ცოტა კიტრი პამიდორი ზეთი და საკაიფო სალათი გაეწრება. სალათი ეს ნივთი დაბალკალორიულიც გამოვა. ან ზეთის ხელით. მორჩით. რამე უნდა მოვიფიქრე. ვიღაც მანიაკმა რო აღმოაჩინოს, ხვდებით რა ამბავი დაიწყება? ჰიტლერი 2. სადამ ჰუსეინი. აუ, ეს რო ჩვენმა დირექტორმა დაითრიოს. და დირექტორის მოადგილემ რო დაითრიოს, რამე კარგს იზავს? ეს არავინ არ უნდა ჩაიგდოს ხელში. ვინმე აზრზე მოსული გჭირდება, ვინც ასე ძველ რამეებში ერკვევა, არქეოლოგი, ისტორიკოსი ან მაგი. მაგი არა, ჰარი პოტერი კიდე. მოიცათ რა ერთი წუთით. თორე შარში ვარ. მარტო ჩვენ მთელი პლანეტა. მოიცა? გონი მე ვიცი რაც. გისმენთ ჭკუის სკოლა ხო? კაი, ხო, თუ არ გაინტერესებთ და იტეხეთ მაშინ ხარ. სიჩუ მე რა ერთი წუთით. რა ვარიანტია ბაგის? ეს რაღაც ამულეტი, რომელსაც აქვს ეგვიპტური კატის მაუს ფორმა. სტამბოლში მოხდა რამდენიმე საუკუნის წინ. არ აქვს მნიშვნელობა, გამოსტაზე არ ვართ. აჩუქეს სტამბოლის მმართველს, რომელსაც ვიღაც დედოფალი უყვარდა და ვერაფრით ვერ დაითანხმა ცოლობაზე. ბედზე ვართ გადარჩენილები, მერე გააგრძელებ. ხო და მოკლედ, ამას ჩამოუტანა ამ სტამბოლის მმართველს. დედოფალი ვიღაცისგან გაიგებს ამ რაღაც ნივთზე. მოიპარავს და ვიღაც თავის მეცნიერს თუ ვარსკვლავთ მცოდნეს გადასცემს, გააქრეო. ეს მაგი იტყვის, როცა კომეტა ჩამოივლის, მაშინ და მოისროლო ზღვაშია. და ზღაპრების დროა ეხლა? მერე დაისრვა კომეტას იმ საუკუნეში არ ჩაუვიდა. მე რატომ მოაღწია ამ რაღაცამ დღემდე? რა ვიცი, მე 12-ის. მოიცა. აუ, არ დაპოსტო რა. ეს რაღაც ჩვენ გვაქვს და რა უყოთ და ვინც დაკარგავს ის ეძებს ეს. ხო, ეგეც არის. ფაქტია, ვინც დაკარგა იცის ამ ყველაფრის შესახებ. იცოდა ან არც იცოდა. ვიპოვე. რა იყო? დღესა? რა არის ხარ? დღეს კომეტის გაელვება. 23 საათიდანო წერია. ეგ ქართულ საიტებზე დროში სხვაობაა? აქაური დროით ღამის პირველი საათიდან. და ვინ გააკეთებს? ვინ მოიცილებს? ეს უბრალოდ უნდა ისროლო თუ რაიმე უნდა თქვა კიდეც. აშბალა. არაფერი, უბრალოდ ზურგით უნდა იდგეს ზღვისკენ და როცა კომეტა ჩამოივლის, მაგდროს უნდა მოისროლოს ზღვაში. ვინ უნდა ისროლოს? ვინ გააკეთებს? ვინ მოიცილებს? მე ვიპოვე და მე ვისვრი. აუ, სხვასთან ახლოს დადექრო, ისე ვაკეთოთ და უარე შარში გავახვევით. კიდევ კაი თათი ამიპოვა, ვინმე სხვას რო ეპოვა, მერე გენახათ ჩარი. ეგრე მევრჩევით ათიას. მე. არ უნდა დაგვეძინოს და არ უნდა გავმაზოთ. თორე მოგვიწეს ერთი 100 საუკუნე დაცდა. ესე იგი ისვრის შაკო. და იმ რაღაცა სიტყვას ამბობს. და ზღვისკენ უნდა იყოს ზურგი. შაკო, ყურადღებით. შემდეგ კომეტამდე 1 საუკუნე გავა. ესე იგი, ხების ზღვისკენ ზურგით, ხო? ეგა განიშნებ.
მეც ვანიშნებ. ერთი წუთით ახლა ერთმა ანიშნოს. ყველა ნუ იხავლეთ. ჰა, მაქსიმუმ 2, დანარჩენები სულ, ხმას არ ვიღებთ. გამოჩნდა, ჩუმად. ვაიმე, გამოჩნდა. აუ, რა უნდა გავაკეთო? სად უნდა გადავაგდო? რა შვები? ზურგით გამოდი და უნდა იყირო. კელტატალბაბალი. ვაიმე, რა ხენი? გადავაგდი, აბა რა უნდა მეკლა? შაკო გაშიშლა და დაიღუნა. კარგით, იმედია ყველაფერი სწორად გავაკეთეთ და ეს მაუა თუ რაღაც შორჩავად. ვიყვირე სამჯერ. აი, რაც არ უნდა დავინახო, სულ ალმასი და ბრილიანტი რომ იყოს, აღარ ავიღებ, აი, всё. აუ, მალე მოვიდეს ეს ავტობუსი რა, სახლში მინდა. აი, ხო, ყველაფერი მორჩა, მშვიდობაა და მივდივართ, მალე მოვა ეს ავტობუსიც. მე ცოტა ხანი მთაში დავისვენებ. უახლოესი 20 წელი. ტიპეთში, ვებხვებთან, ბერებთან, დალაილამასთან. აი, მაგათ ეკნებათ თუ ეკნებათ, ამულეტები, ჯადოები და ჯანდაბები. რატომ? ეგენი ძალიან საყვარლები არიან, სპილობიანები, თავისთვის არიან. ვებხვებით, ფაციფის და ვეგეტარიანელები ყავთ მგონი. ჰა, შაკო, რა გჭირს? რა ისევ დაშოკლივით დადიხარ? ბოლოს ხო სწორად თქვი, კელტატალბაბალი. ხო სამჯერ თქვი. კი, შაკო, სამჯერ. ნერვიულობ, მორჩა ყველაფერი. ისე, თათიამდე როგორ ვერავინ არ იპოვა ეს ამულეტი. კიდე კაი ჩვენმე ვიპოვეთ და ჩვენმე გადავაგდეთ. თავი მყივა იმდენი ვინერვიულე, მასკდება. გინდა თავის ტკივილის რამე, მოიცა ჩანთაში მაქვს რაღაც გამოყოჩებელი. აუ, ისე ვარ გამოფიტული და გადამწვარი ნერვიულობისგან, რომ აი არ ვიცი ავტობუსში ამათრიეთ. მე ძალიან ვინერვიულე. რაღაც ეს ყველაფერი ფილმის სიუჟეტს გავს. ბოლოს და ბოლოს რომელმა გადააგდო, შაკომ თუ ვინ? გონი ნიკამ თუ ირაკლიმ. ბოლოს შაკოს ეჭირა ხელში. ცხოვრებაში არ დამავიწყდება შენი ცეკვა. ჩიკოს ცეკვა კი არა, ვახტანგის წიატაკის მოწმენა ცხოვრებაში არ დამოვიწყდება. თაზომ გადააგდო და მე შაკომ თქვა ის რაღაც სიტყვა. კი, მეც დავინახე, ყველანი დაბნეულები რო ვიყავით, აიღო და ასე გადააგდო. მე მკითხაობას არ მივატოვებ. ბრიუს უილის და უილ სმიტი ხარ რა? ბავშვებო, ამ ამბავზე არავისთან არაფერს არ ყვებით. მშობლების და ბებია ბაბუის ისტერიკები ნამდვილად არ გვინდა. შევთანხმდით? არც დეიდებს, ბიძიებს, ბებიებს, ბაბუებს, შეყვარებულებს, მეგობრებს, ძმაკაცებს საერთოდ არავის გასაგებია?